მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, დღეს ჩვენ უნდა გავაკეთოთ ასეთი ჩვენი ჯადოსნური პროგნოზი მომდევნო კვირის, ხო? ეს არის უკვე ჩვენი ტრადიციული და მე მინდა გითხრათ, რომ თქვენ ჩაიფიქრეთ სურვილი, თუ გინდათ, ჩაიფიქრეთ ის სურვილი, რომელიც გინდათ, რომ აგიხდეს ახალ წელს. აი დაუშვათ რაღაცა ჩაიფიქრეთ, აი როგორც თქვენ გინდათ, ან ამ კვირის განმავლობაში, ან საახალწლოდ რამეს თქვათ, რამ, დაუშვათ, მივიღებ თუ არა ესეთ საჩუქარს, ან რაღაც ეგეთ თქვენი სურვილი. Так, всё, ნახოთ ახლა. პირველ რიგში ვაკეთებთ სიგნიფიკაციას, ვისთვის იქნება ეს გაშლა. ვისთვის იქნება ეს გაშლა, ნახოთ დღეს თქვენი სიგნიფიკაცია ტაროები თვითონ ახლა დასტებმა მოითხოვეს და ისეთ დასტები ავერჩიე, რა ვიცი, ნახოთ რას გვეტყვიან, ეს პირველ რიგში ვისთვის იქნება ეს. Так, ეხლა ვნახოთ რა ენერგიებში იქნებით თქვენ მომდევნო კვირის განმავლობაში. ვემზადებით ჩვენ უკვე ახალი წლისთვის, დღეს 21 რიცხვია და ამიტომ გავაკეთოთ. ეხლა ჩემთან ტრენინგზე ვინც არიან, ყველა უკვე მონაწილეები, სურვილებიც იციან როგორ უნდა ჩაიფიქრონ, აი ნახეთ როგორ გამოვიდნენ, სრულდება რაღაცა რთული პერიოდები, всё, უკვე ანუ ყველაფერი უკვე სრულდება აბსოლუტურად, всё. პერიოდი, ნახეთ რა მომიგდო. და ყველანაირად უკვე ვამთავრებთ, ვიღებთ მხოლოდ იმ გამოცდილებას, რომელიც ჩვენ გჭირდება ახალ წელს და ძველს ვტოვებთ ჩვენ ამ მიმდინარე წელიწადში, ხო? ნახოთ ვისთვის იქნება ახლა ეს ინფორმაცია. რა ენერგიებს უნდა მიაქციოთ ყურადღება და სურვილი ჩაიფიქრეთ ახლა, სანამ რასაც ვამზადებთ, ჩაიფიქრეთ თქვენი სურვილი. აქაც ნახეთ, სულ მითითებები მოდის რა. აქ ვიღაცასთან სიყვარული მოდის, ან რაღაც სიუხვე, განახლებული ენერგიები. Так, ნახოთ ახლა ჩვენ, ანუ თქვენი სურვილი, რომელიც ახლა თქვენ ჩაიფიქრებთ იმ პერიოდს, რასაც თქვენ იღებთ, თქვენად თვის ბოლომდე აიღეთ, იმიტომ რომ თუ საახალწლო საჩუქარი გრძელდებით, აი ეს ჩაიფიქრეთ და დავდეთ ჩვენ. Так, всё, ეს იყოს ასე. всё, დავიწყოთ. დღეს რატომღაც სუფი მოითხოვა, რომ მინდა გითხრათ რაღაცა უნდა გითხრეს ჩვენ კარიერაზე, ანუ ჩვენ სამუშაოზე, რა ვიცი, რატომღაც ამან მოითხოვა, რომ მე გეტყვით რაღაცებსო. აბა ვნახოთ რა უნდა გითხრეს ჩვენს საქმიანობაზე. ჩვენ საქმიანობაზე რა უნდა და კარგი მოდი აქეთ. ნახოთ. Так, ფინანსები. ამ დასთან მოითხოვა, რაღაცა უნდა გაგვახაროს ამ დასთან. Так, ცოტა კარგად რო ჩანდეს. განახეთ ყველაფერს. რაღაც ვცდილობ ხოლმე რაკურსი კარგი ავიღო, მაგრამ Так, ფინანსებით რითი გაგვახარებთ? აბა გითხარით, ჩვენ რითი გაგვახარეთ ამ მომდევნო კვირის განმავლობაში ფინანსებში რა იქნება? და რა თქმა უნდა, ურთიერთობა, ხო? ურთიერთობაში რა გელოდებათ? კარგი, აჰა. ელოდებით, ხო, ვიღაცა მოლოდინში არის. ურთიერთობაში რა გელოდებათ ურთიერთობაში ამ კვირის განმავლობაში? всё, დავიწყე მე. პირველი ვისთვის იქნება ჩვენი გაშლა დღევანდელი? ოხ, ბიჭებო, თქვენთვის უეჭველი. თქვენთვის უეჭველი. Так, აქ ნახეთ რა ხდება, აქ არის ძალიან კარგი ენერგია, ანუ თქვენ პრინციპში ეხლა ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, აქ შემოსწავლებო ეს რვიანი. იკითხება ცოტა სხვანაირად,
აქ პირიქით სიუხვე მოდის, პირიქით ინფორმაცია მოდის, რაღაცა ჩქარობს. შეიძლება თქვენ რაღაცებს ფიქრობთ, აკეთებთ იმისათვის, რომ თქვენი სიტუაცია, თქვენი მდგომარეობა გააუმჯობესდეს, რაღაცას ელოდებით. აქ შეიძლება ვიღაცა ფინანსებს ელოდება, ხო? მაგრამ აქ კიდე გეტყვით, აქ ადამიანი რაღაცას აკეთებს იმისათვის, რომ მასთან ეს ფინანსები მოვიდეს. შეიძლება ელოდებით კაცს, თქვათ, კლიენტების არ არის გამორიცხული. შეიძლება ზოგი თქვათ ფიქრობს, ანუ რაღაცა საქმის დასრულებას და შედეგს ელოდებით, ხო? ან პირიქით, რომ ელოდებით რამე პროექტს და ან პროექტებს, ან შეტყობინებას, რომელიც არის თქვენთვის მნიშვნელოვანი. ვიღაცა ელოდება დაუშვათ თქვათ თავის მამაკაც გოგოები, ხო? რომ თქვათ რაღაც ან წერილს ველოდები, ან რამე შეტყობინებას ველოდებით, რაღაცის რო გამაგებინოს, რომ უკვე თქვათ არის აქ რა. ან ჩამოსვლას ველოდებით, რაღაცა ესეთი მასე და პლუს გოგებნები აქ ესეთი კარტი არის, რომ ადამიანი აქ არ არის უსაქმური, ადამიანი აქ არის ზის დივანზე, არა, აქ ადამიანი აკეთებს რამეს და ელოდება, ანუ შანსებს, ან ჩქარ ინფორმაციასაც ელოდება რა. რაღაცას რო ვაკეთებ და შეიძლება შედეგს ელოდებით. ნახოთ ახლა ჩვენ რაღაც ლუდინის პონტი მომდის. რაღაც ვერ ვკითხულობ ხო, უკვე მიიღეთ, არა მოდის, რაღაცა მოდის, რაღაცას მოლოდინში ხართ მაინც რა. ეხლა ნახეთ რას მაგარის, ესე იგი რა, მაგარი არკანები გამოვიდა აქ. შეხედეთ ეხლა აქ სიტუაცია როგორი გელოდებათ. ანუ თქვენ აქ ხა გვერდხების მეფე, აქ უკვე გვერდხების დედოფალი რა. ანუ რაც მე ჩავიფიქრე, აუცილებლად უნდა ასრულდეს. ნახეთ, აქ ესე იგი როგორი არკანები აქ სხვანაირი დასტა, შეხედეთ, აქ ეს ჩამოკიდებული კი არის, მე მინდა ეს სურვილი, მაგრამ მე არ ვიცი ეს იქნება თუ არა, მაგრამ გვერდხების დედოფალი იცის რა. ანუ როგორც ეხა მე რო ვასწავლე, ხო? ჩემს ვინც ტრენინგზე მესწრება, ანუ ესე იგი უკვე მაქვს, მე ის რაც ჩავიფიქრე, ხო? რასაც მე ველოდები. ანუ ეს უკვე არის, ხო, ნახეთ, ორი მაღალი არკანი, რომელიც ზუსტად გვეუბნება იმაზე, რომ ყველაფერი, რაც მე ჩავიფიქრე, აუცილებლად იქნება. რატომღაც ჩაფიქრება მოდის, ნახეთ, ახლა აქ მოდის, აქ არ არის ეს ჩამოკიდებული, უღმა როგორც ახატია ყველგან. ანუ უკვე მოდის მაგის რაღაცა მომივიდა. ან შეიძლება თქვენ დაუშვათ ემზადებით იმისთვის, რომ თქვა დაწეროთ თქვენი სურვილები სიტყვაზე, მაგრამ აქ ანუ იმდენად საკრალურია და იმდენად მნიშვნელოვანია, მაგრამ დააკვირდით უკვე შეიძლება ამ კვირაშიც უკვე დაიწყება სურვილების ასრულება, სრულიად მოულოდნელად დაუშვათ, ხო? ეს რა ქვია, ნახეთ აქ როგორ სიმბოლურად გამომივიდა დღეს ეს, არ ვიცი, შეხედეთ სამყარო როგორ მუშაობს. ქართულად არ მახსოვს როგორ არის. ლილია აქეთ ხო არის, ხო? ამ ყურუმს უკავია ხელში და მეც აქ დავდე ლილია, შეხედეთ, ეს ჩემოსწავლე მაჩუკა. და ანუ ესე იგი ეს არის ზუსტად ესე იგი ანუ რაცაც მე ვფიქრობ ჩემი საკრალური რაც მე მინდა, ხო? ეს მინდა რომ ამისრულდეს და ნამდვილ გვერდხების დედოფალი ყველა ვარიანტში ეგეც ქმედება. ანუ ჩვენ კი ჩავიფიქრეთ რაღაცა, მაგრამ ეს ჩაფიქრებული რომ მოხდეს ჩვენს რაღაცა ქმედება უნდა გავაკეთოთ. ყველა იხა დივანზე თუ წევხარ, არ ვიცი, შეიძლება სასწაული მოხდეს რაღაცები, გააჩნია რა ჩაიფიქრე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აქ არის რაღაცა. შეიძლება ზოგისთვის ვთქვათ ეს იყოს, ვფიქრობდე, ვოცნებობდე რამე სამსახურზე და თქვა დაგიძახებს ვიღაცა, ხო? ან რაღაცა იდეა მოგივა, თქვა, თუ დაუშვათ თქვენ გინდათ ეს საკრალური რამე ისწავლოთ, ეს პრაქტიკებიც არის მე-12 არკანი, ანუ ადამიანი აკეთებს რაღაცა პრაქტიკებს, ხო? ეს თქვენი მედიტაციები, თქვენი პრაქტიკები, რასაც თქვენ აკეთებთ, აუცილებლად გამოვლინდება, რაც არის დამავლული, აუცილებლად გამოვლინდება, იმიტომ რომ გვერდხების დედოფალი და ყურუმი არის ერთი და იგივე ენერგია, ხო? და ამიტომ აქ რაც მე ჩავიფიქრე, ეს გამოვლინდება, ანუ საკრალური გამოვლინდეს რა მატერიალურში. არ ვიცი, ეგეთი მოდის აქ ენერგია თქვენთვის რა. ნახოთ ახლა ჩვენ სამსახური, კარიერა, ხო, ვის რა გაქვთ, აბა აქ ვნახოთ.
აქ რაღაცა გადაწყდება, რასაც თქვენ დიდი ხანი ელოდებოდეთ, ის აუცილებლად მოხდება. ანუ აქ მოგივათ რაღაცა იდეა, ან აქ რაღაცა გადაწყვეტილებას მიიღებს. დაუშვათ თქვენ ახლა გინდოდათ სამსახურიდან წასვლა და ან გადასვლა და ნუ ბჭობდით რა ვქნა, გავაკეთო, გავბედო, არ გავბედო, აი აქ მოგივათ თქვენ ძალიან აი ესეთი მომენტი, რომ მორჩევ, всё, მე მარტო აი ეს მინდა. მე მარტო ამაზე უნდა ვიმუშაო, ან რაზეც თქვენ ფიქრობდეთ, რაზეც თქვენ გინდოდათ, რაღაცას შეიძლება იდეები მოგივათ, ისეთი აი ინსაიტები მოგივათ აქ, დაუშვათ რაღაცა პროექტებზე, ან რაღაც შეიძლება ვიღაცისთვის იქნება ის მომენტი, რომ თქვენ ახლა რაზეც აკეთებდეთ, ფიქრობდით ამაზე, ხო? ოცნებობდით ის აგისრულდება, თქვათ, შეიძლება თქვენი საქმე გადაწყდება, თქვათ, დაუშვათ რაღაცაზე ფიქრ, ნუ მე ენერგიას გეუბნები თქვენი დაიჭირეთ, რა თქმა უნდა, აქედან. ანუ რაზეც აქ უეჭველი, რაზეც თქვენ ფიქრობდით სამსახურის თაობაზე, რასაც თქვენ ელოდებოდით, ეს გადაწყდება. რა თქმა უნდა, გადაწყდება ახლა, იმიტომ რომ აქ უკვე თვითბედი ენდობა, აქ უკვე ადამიანი თანახად, აქ ხვერთხებია. აქ მე არ ვიჯექი მარტო ვფიქრობდი, კი, ჩემი სამომავლოდ ძალიან მაგარი რაღაცა გადაწყდება, იმიტომ რომ მე მაგაზე ვფიქრობდი და მე მჯეროდა, იმიტომ რომ აქ უკვე მაღალი ძალები როცა ერთობიან, მე უკვე მჯერა, მე აქ ვაკეთებდი შეიძლება რაღაცა მედიტაციებს, პრაქტიკას, ან უბრალოდ მჯეროდა, კი, წინსვლა, რა თქმა უნდა, ყველა ვარიანტში ნახეთ მზის არკანი, ანუ რასაც თქვენ ფიქრობდით, ნუ აქ დასამატებელიც არაფერი არ მაქვს, იმიტომ რომ მე როგორც ენერგიას ისე გეუბნები და ეს ენერგია ნახეთ თქვენთვის თქვენთან როგორ მოდის, ფინანსები ნახოთ. ანუ თქვენთვის სასიამოვნო, აქ შეიძლება კლიენტები, შეიძლება პროექტს დაასრულებთ და ძალიან კმაყოფილი იყინოს, შეიძლება სამსახური, რომელსაც ელოდებოდეთ, თქვენ შევთავაზება, აი აქაც ხო თქვით, შემოგთავაზებენ და ან გადახვალთ იქ ისეთ სამსახურზე, რაზეც თქვენ ოცნებობდით, ან არც, ნუ, ოცნებობდით, მაგრამ ეხლა ეს გამოვლინდება უკვე რეალში რა. ფინანსებში თქვენ იქნებით აი ძალიან კმაყოფილი, იმიტომ რომ რაზეც თქვენ შეიძლება ნერვიულობდით, რომ აი ნუ გაქვთ თქვენი სურვილი, რა თქმა უნდა, ფინანსები ჩვენ გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენი სურვილები ავასრულოთ, ხო, რაღაცისთვის გვჭირდება, ხო? აი ზუსტად და მაგრამ სანერვიულო შეიძლება გქონდეთ თქვენ, აი სულიერად, ნუ ნერვიულობდეთ, აი როგორ იქნება გამოვალმე, შეიძლება თქვათ სესხი გაქვთ დასაფარი სიტყვაზე, ხო? ან რაღაცების, ნუ ელემენტარული ახლა ახალი წელი მოდის და თქვათ ფიქრობდეთ, აი საჩუქრები მინდა რომ გავაკეთო, მაგრამ არ ვიცი მექნება თუ არა საშუალება და აქ აუცილებლად თქვენ ხართ გამარჯვებული, გამოდიხართ ამ რთული პერიოდიდან და ანუ აქ даже როგორ არის შეიძლება აი ეს ხო ერთი კვირის განმავლობაში ჩვენ უყურებთ შეიძლება აი კვირის ბოლოს ისე გაგეხარდებათ რომ რა ვიცი რა კიდე ფულზე, მაგრამ აქ სულ მაჩვენებენ რას? აქ მაჩვენებენ მე მხოლოდ ადამიანებს, ვინც აკეთებს რაღაცას. ანუ რაც იყო, შეიძლება გზავნილებს ელოდებოდეთ თქვენ და თქვათ იყო შეჩერებული მიიღებთ, ან ვიღაცა თქვათ რაღაცა გითხრათ სამსახურზე, თქვათ ახლა გადაგიხდით, თქვათ შენს ნუ შეკვეთა მოგცათ რამე და თქვათ ნუ გადაიდო ან რაღაცა, მაგრამ აქ ცოტა გადაიდო, მაგრამ აუცილებლად გაგეხარდებათ, იმიტომ რომ ეს ადამიანი ალბათ გამოჩნდება და კი პენტაკლების რაღა უნდა გამოვიყო. ანუ ეს არის უკვე რომ გამეხარდება, რომ ანუ ესე იგი თქვენი ეს ამ კვირაში დარდით თუ რამე გექნებათ ფინანსებზე, იცოდეთ რომ ეს ნუ სუმცირე საბოლოოდ კვირის ბოლოს აუცილებლად თქვენ იქნებით კმაყოფილი. ნუ აქ ეგრევე გვაჩვენეს ჩვენ პრინციპში რომ კმაყოფილი იქნებით თქვენ იმიტომ რომ აქ არის აი კარგი ძრახვებისთვის გჭირდებათ ეს ყველაფერი და აუცილებლად ნამდვილად აქ სამყარო თქვენსკენ არის, თქვენ ახლა ხო გეუბნებით, აი თუ გზავნილი შეჩერებული იყო მოვა, შეიძლება ინტერნეტში ვინც მუშაობთ, ხო, კლიენტებთან აუცილებლად თქვენ რაღაცა მიიღებთ, ან იმდენს მიიღებთ, რომ თქვენ რისთვისაც გჭირდებათ, ყველაფრისთვის იქნება ეს თანხა, ანუ უშუალოდ თქვენ ისიც გინდათ. შეიძლება აქ ვიღაცას თქვათ საყვარელი ადამიანი, თქვათ ან თქვენი ქმარი, ან თქვენი საყვარელი ადამიანი გაგახარებთ, იმით რომ თქვათ ახლა ნუ აი შეიძლება იმას ისეც ელოდებოდა, თქვათ რამე ხელფასელოდებოდა შეიძლება, ხო?
და არა და რაღაც და მე ბოლოს იმდენ მიიღებს ეს ადამიანი იმ ხელფასს რომ თქვა რა ვიცი ფინანსებს ფულს ხო რომ გაგეხარდებათ თქვენი ნებისმიერი პრობლემები რაც თქვენ გაქვთ ჩაფიქრებული ხო აი რაზეც იყავით თქვენ აი აქ ჩაფიქრებული აბსოლუტურად ეს ყველაფერი შეგისრულდებათ ხო აქაც ხო გვაჩვენებენ ჩვენ თუ იყავე აი ესეთ მდგომარეობაში აქაც ჩამოკიდებული შენ გამოდიხარ აი სრულიად მოულოდნელ იმიტომ რომ საერთოდ ყურუმი ეს ესეთი ენერგია როცა რაღაცა ჩავიფიქრე მაგრამ არ ვიცი როგორ მოხდება ჯერ ხო არ ვიცი აი მინდა რაღაცაზე ვფიქრობ მაგრამ ასრულება აქაც ასრულება ძალიან მაგარია და ურთიერთობაშიც ვნახოთ ახლა რა ხდება ურთიერთობაში ხდება ძალიან კარგი რაღაცა. გოგოებო, ვინც ელოდებით თქვენს ბიჭს და გაქვთ თქვენ დაუშვათ, თქვენ ბიჭებო, გოგოება რა აქვს მნიშვნელობა? აქ ბიჭები იწყებენ რაღაცა ქმედებას და იქნება ძალიან დიდი, ნახეთ, ორი ვარიანტი არის აქ ჩემთან, რომ ორიანი და ტუზე. ესე იგი, ვინცაც შეიძლება თქვათ აი აქაც თუ რამე პრაქტიკებს აკეთებდეთ თქვენ იმისთვის რომ გამოგეძახათ თქვენი პარტნიორი ხო ის აუცილებლად აგესრულდება და გაგეხარდებათ ეს იცოდეთ მე არ ვიძახე შავ მაგიას არაფერს არის მედიტაციები სადაც ეკოლოგიურად შეგიძლია იმოქმედო ისე რომ დაბრუნდება ჩვენ ახლა ამასაც ვაკეთებთ ტრენინგზე რა ანუ ეკოლოგიური არის ყველაზე მაგარი არასოდეს არ შეიძლება რომ ჩაერიო შენ სხვის სივრცეში ძალით ხო ეკოლოგიურად კი ბატონო პლუს კიდე ვიღაცას შეხვდება ახალი ადამიანს თქვა გაიცნობ თქვენ და ვიღაცისთვის იქნება განახლებული ურთიერთობა რაღაცა შეცვლილი სხვანაირი აი თითქოს რასაც მე შევძახდი ხო ნახეთ გოგო აი მე როგორ გადამიტრიალდა ანუ რასაც აი ეს ნახეთ ზუსტად ეს მომენტი არის როცა მე ვაცხადებ მე მჯერა რომ ჩემი სიყვარული ჩემთან მოდის და აი აქ თქვენ ან ახალ სიყვარულს შეხვდებით ან თქვენი ადამიანი რომელსაც თქვენ გიყვართ აუცილებლად აი აქ ბრუნდება მოდის თქვენთან აუცილებლად თქვენი ქმედება იქნება ძალიან მაგარი კი ბატონო კი აი ნახეთ მოდის თქვენი პენტაკლების მეფე და თქვენ ხართ კი კიდე ორიანი და აქ ბაჟი ხო ბოდიში ორიანი ისინი ანუ ნახეთ ესე იგი აქ რაღაცა საუბარი გექნება ძალიან კარგი აქ იქნება რაღაც ძალიან სასიამოვნო გოგოებო თუ ახალი პატარა იქნება თქვენზე იცოდეთ რა კი და ახალი გზა ან ახალი ხო გეუბნები გამოდიხარ თქვენ რაღაცა რთული პერიოდიდან როცა არაფერი არ ხდებოდა ეს პერიოდი დასრულდება იცოდეთ რა თქვენ მივდივართ სიყვარულში თქვენ მიდიხართ ანუ ახალ კი სირთულეები ნახეთ სირთულეები როგორც გითხარით დასრულდა აქ შეიძლება გქონდა რამე ადამიანს თქვენსაც თქვა პრობლემები და რაღაცები და ეს პრობლემებიც დასრულდება კი იმიტომ რომ თქვენ იმპერატრიცა ხართ მეტი რაღა ვთქვა რა თქმა უნდა ბედნიერება სრული ბედნიერება თქვენთვის იმიტომ რომ რაღაცა აქაც ტუზი არის ზუსტად იმისი რა ქვია ხმალების ანუ რაღაცა ახალი გზა გელოდებათ ყველაფერში სურვილი აქ ისრულდებათ კი ხოლო ცოტა მოგვიანებით აქ ისრულდებათ ეს სურვილი აუცილებლად იმიტომ რომ ახალი არკანია ჯერ ეს ერთი პლუს კიდე მთვარის არკანი კი ნუ გეშინიათ გეუბნებიან შიში ნუ გაქვთ იმიტომ უბრალოდ უნდა გჯეროდეს თუ დაიჯერებ აქ ისრულდება თუ არა და არა იმიტომ რომ აქ ძალიან მნიშვნელოვანია კი პენტაკლების პრინცესა აუცილებლად ანუ უბრალოდ დამშვიდე არ ინერვიულო გჯეროდეს რომ ყველაფერი საუკეთესო მოდის შენთან თასების მეფე ანუ ეს არის სურვილის ასრულება 1000%-იანი არის უბრალოდ შეიძლება ვიღაცისთვის ეს იქნება ცოტა მოგვიანებით ნუ გააჩნია რა სურვილი ჩაიფიქრეთ თქვენ ხო მაგრამ აუცილებლად ანგელოზები თქვენი ფარველი ანგელოზი თქვენ გვერდით არის და აუცილებლად მაქსიმალურად შეიძლება რომ თქვენი სურვილი ასრულდეს აქ გვეუბნებიან აქ საერთოდ აი მთავარია აქ ნახეთ რა აქ მთავარი გვეუბნებიან ჩვენ აქცენტი თუ შენ გჯერა ეს გისრულდება თუ არ გჯერა არა შიში მოიშორე შიში დაიჯერე და აუცილებლად ეს
აგისრულდება დაიჯერა და აუცილებლად, იმიტომ რომ ანგელოზები თქვენსკენ არიან, ანგელოზები მზად არიან, შეგისმინეს და მზად არიან, რომ თქვენ აგისრულოთ ეს ყველაფერი, მთავარი მოიშორი ყველანაირი შიში, ყველანაირი შიში და შენი სურვილი, ნახეთ. ძალიან უნდა გჯეროდეს, ძალიან უნდა იყო უკვე იმ სურვილში და მაშინ ყველა ვარიანტში შენი სურვილი მოდის პენტაკლების 6-იანი. მოგივა აუცილებლად. всё, ჩემო ლამაზებო, ძალიან მაგარი გაშლა იყო, მიიღეთ, გელოდებით კომენტარებში დაწერეთ, რამდენად მოგეწონათ აი ასეთი ჩვენი ფორმატი. და მე გისურვებთ, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, რომ აქედან მხოლოდ და მხოლოდ კარგი აგისრულდეთ ყველაფერი.